1874 წელს ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა თარგმნეს მეფე ლირი და მიუტანეს დიმიტრი ყიფიანს შესაფასებლად. მაგრამ ეს ნიშნავდა არა იმას, რომ დიმიტრი ყიფიანს ეს ენობრივად და თარგმნელობითად შეეფასებინა. ისინი კონკრეტული, პრაქტიკული სურვილით მივიდნენ, რომ წააკითხეს ეს ტექსტი და სურდათ დაედგათ ეს სპექტაკლი და მეფე ლირის როლი შეესრულებინა დიმიტრი ყიფიანს. აი, ამ მიზნით მიუტანეს. და დიმიტრი ყიფიანმა ერთი კვირის განმავლობაში წერია, ამას დეტალურად გავისმენთ, რომ ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია. ისეთი პოლემიკის კულტურაა და ისეთი ეტიკეტია და ამ დროს არის გამანადგურებელი, მეგობრებო. აი ამ 6 წიგნით იფემძღვანელა სხვადასხვა გამოცემით ერთი კვირის განმავლობაში არ ამდგარა, სხვადასხვა გამოცემით შექსპირის ფრანგული ენა იცოდა ფანტასტიკურად. ფრანგული ენა ისწავლა სასამართლო პროცესების დროს, სანამ ვოლოგდაში გადაასახლებდნენ. ერთი წელი იცხოვრა ციხეში, ციხეში ისწავლა ფრანგული ენა. ყველა ფრანგული თარგმანი შეისწავლა იმ დროისთვის საუკეთესო. მე ვნახე ეს გამოცემები, ეს რაუტლეჯი, ტაუხრიცი, ბენიამინ ლაროში. ყველა არის უახლესი თუ როგორ ქვია, მიმდინარე არა უმეტეს 10 წლის გამოცემული. 10 წელიწადზე მეტი ხნის გამოცემული არც ერთი არ არის. იმდენად ახალ 10 წელი იმ პერიოდისთვის არ არის დიდი. ჩვენც ახლა 50 წლის წინ გამოცემულ წიგნებს ვკითხულობ და 10 წლის განმავლობაში თუ კი რამე საუკეთესო იყო, ყველაფერს გაეცნო და თქვენ და სასიქადულოდ უნდა ითქვასო, რომ ჩემი კრიტიკა მიუკერძოებელი სასიქადულოდ გადაევლო თავს თქვენს ნაშრომსო. შვენიერი ნაშრომიაო, ამას ჯობია, იმას ჯობია, რომელიღაცა ფრანგულ თარგმანს ჯობია, იმას ჯობია, მაგრამ ერთადერთი შეცდომა შენიშნა მაქვს თქვენთანო. კილო. ამ კილოზე არც სოფო თქვენ გესმით ახლა მე რას ვამბობ. ამ კილოზე მე არ მესმის თქვენ გესმით. ამ კილოზე არც არასოდეს უსაუბრიათ შექსპირის ქვეყანაში და არც არასოდეს ისაუბრებენო. ეს ის კილო არ არის, რომელზეც აი ახლაც ის არის რაღაც ცუდად ავარჟრუატელი, მაგრამ ილია ჭავჭავაძე ამას რომ მიიღებდა პასუხად, ახლა 40 წელს გადაცილებული კი იქნებოდა მაშინ, კი. რა განწყობა იქნებოდა? ივანე მაჩაბელი არ იყო ამბიციური და არ იქნებოდა დიდი ესეთი განწყობა, მაგრამ და გამოსავალი რა შესთავაზა, ის კი არა რომ ისე. მეფე ლირის როლს შევასრულებ იმ შემთხვევაშიო, თუ ამ ერთადერთ პარტიას, მეფე ლირის პარტიას თავად ვთარგმნიო. ესეთი რაღაცა შესთავაზა დიმიტრი ყიფიანმა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძე იყო და ძალიან მალე ვხედავთ, იმავე წელს ვხედავთ მის სახლში, არ ვიცი ეს როგორ მიიღო რეაქციების შესახებ, არაფერი ვიცით, მაგრამ იმავე წელს ილია ჭავჭავაძის სახლში, ძველ სახლში, საგურამოს ახალი სახლი არ ქონდა აშენებული, იმართება კასტინგები და ეძებენ მეფე ლირის როლის შემსრულებელს და ამ კასტინგში მონაწილეობას ღებულობს როგორც შემფასებელი ბევრი არა, ილიას გვერდით უზის რაფიელ ერისთავი. და საინტერესო ის არის, რომ მეფე ლირის როლზე ამტკიცებენ ვის? დიმიტრი ყიფიანის შვილს, კონსტანტინე კოტე ყიფიანს.